დიდი მადლობა მოგესალმებით. მოხდა შენი ხმა და ხასიათი. ძალიან მიხარია. დიდი მადლობა პირველ რიგში. მაყურებელსაც უთხრათ, რომ ეს იყო ნუნდუღაშვილის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიმღერა თბილისო სიყვარულო, რომელიც დათუნე სირბულაძემ შეგვისრულა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ დათუნეს მიერ შესრულებული ამ სიმღერის სატელევიზიო პრემიერა შედგა შუა დღეში. როგორ ხარ? მადლობა პირველ რიგში იმისათვის, რომ სულ გვაძლევთ საშუალებას და მადლობთ, რომ ეს ჩვენი ნამუშევრები და სიმღერები, ასე ვთქვათ, ფართო აუდიტორიის წინაშე გავაჟღეროთ. მინდა რომ აღვნიშნო, რომ ამ სიმღერას არაჩვეულებრივად ასრულებდა ლელა სიხარულიძე. და აი ბავშვობიდან რომ მოგწონს და გიყვარს და ნუ ეხა ესეთი სიმღერაა, რომ სულ მინდოდა რომ რაღაც ახლებური ვერსია გამეკეთებინა და სხვათა შორის მაგდა ნიკოლაეიშვილმა მომცა ამის ინსპირაცია, რომ აი გამომიგზავნა დაკრული რამოდენიმე ვარიანტი მისი ნამღერი ფორტეპიანოსთან და აი იქნება ეს ვარიანტი გავაკეთოთ ან ის ვარიანტი და ნუ მოკლედ ამოვარჩიეთ ერთ-ერთი და ზაზა ხუბუკელაშვილმა შეასხა ფრთები, გააკეთა არანჟირება, არის ცოცხალი ინსტრუმენტები, დიტო საკანდელიძე არის ჩასაბერ ინსტრუმენტთან, მინდა დიდი მადლობა მას გადაუხადო ზაზას ასევე და რა თქმა უნდა ქალბატონ ნუნუს, იმიტომ რომ უამრავი ულამაზი სიმღერაა ჩუქა ჩვენ ქვეყანას და რა ვიცი, ეგეთი ადამიანები ბევრი უნდა ყავდეს ჩვენ ქვეყანაში. გეთანხმები და ძალიან მომეწონა ეს ვერსია აუცილებლად უნდა აღვნიშნო და ნუნდუღაშვილის სიმღერები ყველასთვის მართლა გამორჩეულად საყვარელი ჰიტებია შეიძლება ითქვას და დიდი სიტფოთი არის ლექსი არის მორის ფოცხიშვილის, ესეც მინდა რომ აღვნიშნოთ. კი ბატონო. ახსენე სხვა სიმღერებიც არის რეპერტუარში? კი, რა თქმა უნდა. მისი სიმღერები. სხვათა შორის სულ მუშაობ ახალ სიმღერებზე, ეხლა ხაც გავაკეთე კიდე ნათია ზენკლიშვილის სიმღერა, ძალიან კარგი ვერსია, ასევე ზაზა ხუბუკელაშვილმა გააკეთა. მოკლედ სულ ვცდილობ რომ განვაახლო და რაღაცა ახალი შევთავაზო მსმენელებს, იმიტომ რომ იმდენი კონცერტია და ისეთი რეჟიმი გვაქვს და ისეთი რეჟიმში ვარ, რომ სულ ერთი და იგივე მოსაწყენია, ხო, ასე თუ ისე და ამიტომაც ვცდილობ რომ რაღაცა ისა ეხლა სეზონის დახურვა სატელევიზიო და ასე ვთქვათ ჩვენი მოღვაწეობის გავრი სიმღერით გავაკეთე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ შედეგიანი წელი იყო, უამრავი კონცერტი იყო. ზაფხული რამდენად მუსიკალურად. ხო და აი ხა დაიწყო უკვე ზაფხულის ამბები. კი, როგორც ყოველთვის. ეხლა გვაქვს 7 იუნის კონცერტი რუსთაველში, ბათუმში. ნინი ბადურაშვილი, აჩიკო ბერიძე, მე და აჩიკო ნიჟარაძე, ეს პირველი გასვლითი კონცერტი არის ბათუმში და ნუ აი ამითი დაიხსნება და ხო, იმიტომ რომ და ნუ მე რა თქმა უნდა რეგიონებიც, იმიტომ რომ ძალიან მოთხოვნაა და ძალიან მიხარია რომ ქართული სიმღერა ესე უყვართ და უამრავი ახალგაზრდა დადის. მარტო დაუშვათ ჩვენი ასაკის ხო და ის არა. უამრავი ახალგაზრდა ეს ეპირადიციან ეს სიმღერები და რომ გიღებენ და რომ ეს არის საოცრება და ძალიან მიხარია რომ რაღაც პოპულარიზაცია არა, პოპულარიზაცია ნამდვილად ხდება, იმიტომ რომ ახალი თაობაც დიდი სიამოვნებით და უამრავი ანსამბლებია და უამრავი კვარტეტები ტრიოები და ძალიან კარგია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ყველა ერთმანეთისგან ვსწავლობთ, ხო, ჩვენს ვიღაცისგან ვისწავლოთ. მე მაგალითად დიდ ქართულ ხმებს უყურებდი. ეხლა არიან თაობა, რომელიც ჩვენ გვუყურებენ, პატარა ქართულ ხმებს უყურებენ და ასე და ასე შემდეგ და ეს უნდა გრძელდებოდეს რა. უნდა გრძელდებოდეს და უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება, იმიტომ რომ ეხლა ქართული ხმებზე რახან გააკეთე აქცენტი ტრადიცია, რომელიც არასოდეს დაირღვეს და ზოგადად მეც აბსოლუტურად მოყვები იმაში და მართლა ძალიან მიხარია, იმიტომ ჯერჯერობით გაკვირვებული ვარ ხოლმე, როდესაც თქვათ ამ ეს სიმღერები იციან ბავშვებმა, პატარებმა და თან ღერიან. თქვენთვისაც ალბათ სცენიდან რო ხედავთ, თქვენ ასრულებთ და ესენიც ყვებიან, ესეც გარკვეულწილად ემოციურია და რა არის იცით რა მიხარია ყველაზე მეტად რომ უამრავი აი ძალიან ბევრი პატარა ბავშვები აი ჩემი შვილის ხელა ბავშვები ანსამბლები არის აი კახაუნაშვილს ყავს მაგალითად იქ ბიჭებს ყავს 7 კაცას ბიჭებს და აი ისეთი სიყვარული და ისეთი თაობა მოდის აი ქართული სიმღერის არა მარტო სიყვარული არამედ მონაცემებიც ახლა მიწევს ხოლმე მათი ნახვა ხარ რეპეტიციაზე შევირმე ხოლმე ხარ რაღაცა და საოცარი თაობა მოდის და ძალიან დიდი ხელშეწყობა არის რა, ეხლა ჩვენი სახელმწიფოსგანაც ხელშეწყობაა, რომ ეს ანსამბლები განვითარდეს და
კარგია რა, რაღაცა ეს ქართული სური ვითარდება და იზრდება და ძალიან მიხარია. შემიძლია არ აღნიშნო, რომ ჩვენი არხის მიერაც არის რა დიდი თქმა უნდა. ხელშეწყობა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ყოველ სამშაბათს და უკვე ხვალ ლაივ კონცერტები იწყება და საქართველოს ხმაში შეიძლება ითქვას, რომ უდმივად ისმის ნამდვილად. ქართული სიმღერა და ბევრი ჰანგები და ახალი ვარსკვლავი იბადება. ახალი თაობა კი, ბატონო. ახსენე და მართლა საოცარი ბავშვები არიან, დარწმუნებული ვარ, შენს კი, მაყურებელი კი, ხარ და აი მაყურებელი ვარ, მეც ნამდვილად. გაოგნებული, აღფრთოვანებული, ესეთი ბედნიერი და ამაყი ვუყურებ ხოლმე ამ ადამიანებს და მოკლედ აქვე აუცილებლად უნდა შემეხსენებინა ჩვენ ტელემაყურებლისთვის, რომ ხვალ 10 საათზე ესე იგი ძალიან საინტერესო ეტაპი იწყება ამ ძალიან კარგი. თვალსაზრისით. ველოდებით სულ მოუწევთ. ყველა ჩვენ წვლილს ასე ვთქვათ. აბა რა, ეგ არის მთავარი, ამ ყველა ერთად საქმეში. უნდა გავაკეთოთ, ყველა ერთად ეს დიდი საქმე უნდა გავაკეთოთ. დათუნა, კონცერტები ვთქვით, კი. რეპერტუარითაც ვისი ამოვნეთ, ძალიან დიდი მადლობა. ზაფხული გადატვირთული აქვს. საფრთხული გადატვირთული ძალიან და სექტემბრისთვის ვფიქრობ, აი წლის ბოლოსკენ მინდა სოლო კონცერტი გავაკეთო, რომელიმე დიდ დარბაზში სამწუხაროდ მე მგონი ფილარმონია რემონტზე გადის, მაგრამ აი არ ვიცი მიდის მოლაპარაკებები და მოკლედ მაგებზე მე რო ვისაუბრებ. ჩამოყალიბდები ექსკლუზივი ჩვენ. აუცილებლად, შევთანხმდი, შევთანხმდი. რო დაიკეთებები, მერე დანარჩენს და მერე გავაკეთო და აი ვნახოთ ხო რა. ძალიან კარგი, წარმატებული. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. მადლობა.